გააუქმოს შეწყალება. სამოქალაქო პლატფორმა ახალ საქართველოში გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. პარტიის ათათბიროს წევრის თქმით, ვაზიანის დასახლებაში 106 ოჯახი სასმელი წყლის და ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობს. გოჩა ჯამარაული კი გამგეობის ბიუჯეტის თანხებს ძვირადღირებულ სპორტულ ტანსაცმელსა და ტექნიკურ მოწყობაში ხარჯავს. ახალი საქართველოს წევრების ამ განცხადებას პასუხი გარდაბნის მუნიციპალიტეტში უპასუხეს. მაშინ, როდესაც გარდაბანში, კერძოდ ქვემო ვაზიანში 106 ოჯახს არ აქვს სასმელი წყალი და ამ წყალს ყიდულობს და ამის გარდა კიდევ უამრავი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემაა მოსაგვარებელი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული დაკავებული არის არამიზნობრივი შესყიდვებით. მინდა აღვნიშნო 22 მილიონიანი სასმელი წყლის პროექტი, რომლის განხორციელებას და დასრულების შემდეგ აუცილებლად შეეხება ვაზიანს. ისევე როგორც შეეხება დანარჩენ 4 სოფელს, ანუ როცა გოჩა ჯამარაულზე ლაპარაკობთ, მინიმუმ იმდენი უნდა გქონდეს გაკეთებული, რასაც გოჩა ჯამარაული აკეთებს. რაც შეეხება სპორტული ინვენტარების შეძენას, ნამდვილად მაგასთან დაკავშირებით კომენტარსაც ბოლომდე არც გავაკეთებ, ის იყო ტენდერით გამოცხადებული. ანუ ეს 15,000 ლარი, რომელიც დაიხარჯა სპორტულ ტანსაცმელში, არის საბიუჯეტო თანხები და არა პირადი თანხები? არა, პირადი თანხა ნამდვილად არ არის. არის საბიუჯეტო. საბიუჯეტო თანხა იქნება თუ პირადი არ არის. სომეხთა მასობრივი მკვლელობის 102 წლისთავთან დაკავშირებით სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ პარაკლისი აღავლინა წირვა ლოცვის დასრულების შემდეგ სომეხი ეროვნების მოქალაქეებმა ტრადიციული მსვლელობით თურქეთის